განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენ უკვე დავიწყეთ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის შესახებ მსჯელობა. წინა შეხვედრაზე დავიწყეთ საუბარი წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის წოდების შესახებ, თუ რატომ ეწოდა მას ღვთისმეტყველი და ეს საკითხი გადაჯაჭვული გახლავთ მისი შრომების სტილთან, მოძღვრების გადმოცემის იმ მეთოდთან და იმ ფორმასთან, რაც მკვეთრად ნიშანდობლივია მისთვის. ეს გახლდათ, როგორც აღნიშნავდით, სახისმეტყველებითი ფორმა, მოძღვრების გადმოცემის ირიბი წესი, ირიბი გეზი, ანუ ძველ ქართულად სიტყვა ქცეულობა, მიფარულობა უღრმესი და ზემატერიალური ნივთიერებაზე ბევრ სასურველოდ აღმატებული მოძღვრებისა და მხოლოდ გარკვეული, თუმცა მკაფიო სანიშნეების მოცემა მსმენელებისთვისა და მკითხველებისთვის იმ მართალი გზით სვლისა, რაც იმავე წიაღში შეგვიძღვებოდა, სადაც გრიგოლ ღვთისმეტყველი თავისი სულიერი თვალით ზეციურ სიკეთეს ჭვრეტდა. ეს სტილი, აი ამგვარი მეტყველებითი ფორმა გრიგოლ ღვთისმეტყველისა, რა თქმა უნდა, თანამედროვე აღმოჩენა არ გახლავთ. ძველთაგანვე კონკრეტული განხილვა მისი შრომებისა, თუნდაც სტილური კუთხით, წარმოებულია მიქაელ ფსელლოსი, ცნობილი ბერძენი ღვთისმეტყველი, სპეციალურად განიხილავს კაბადოკიელთა და კონკრეტულად წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სტილს, უდარებს მას ბერძენ ფილოსოფოსთა და პავლე მოციქულის სამეტყველო ფორმას და გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნა, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველთან ორივე გამთლიანებულია პავლე მოციქულისა და ახალი აღთქმის ფორმობრივი უბრალოება, გამოთქმითი ფორმის უბრალოება, რაც შინაგანი უღრმესი შინაარსის გამო შეიძლება ითქვას კაშკაშებს, ანთებულია და მეორე მხრივ თვით ფორმობრივი სირთულე, ტერმინოლოგიური სიმძიმე ანტიკური ფილოსოფოსებისა, რაც ასევე სისხლხორცეულად ნაცნობი იყო გრიგოლ ღვთისმეტყველისთვის. სხვათა შორის მას აქვს ერთი ლექსითი ხასიათის, ასე ვთქვათ, ინფორმაცია, შეიძლება ეს არა მართებულად მოძებნილი სიტყვა, ლექსითი უწყება ჩვენ დამი მკითხველისადმი თავისი ცხოვრებისეული გზის შესახებ. ჩვენ გამოვაქვეყნეთ კიდეც იმდენად მნიშვნელოვანი მოგვეჩვენა მისი ეს სიტყვები, სადაც იგი მკაფიოდ გახაზავს თავის ცხოვრებაში არსებულ მოვლენას, რომ მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი დაუთმო განათლების მიღებას, განათლების ამ შემთხვევაში ერუდიციის მნიშვნელობით, ცოდნის მიღებას, მთელი კაცობრიული კულტურა აითვისა, მაგრამ შემდეგ, როგორც თვითონვე ამბობს, ეს ყოველივე დააგდო, ანუ დააფინა დიდი ღმერთის მაცხოვრის ფერხთით. ანუ მთელი თავისი განსწავლულობა მან ჭეშმარიტი მოძღვრების გამოთქმის სამსახურში ჩააყენა. გრიგოლ ღვთისმეტყველის სტილზე უბწყინვალესი დაკვირვება და უაღრესად ლაკონური, ამავე დროს უაღრესად ზედმიწევნითი შეფასება მოცემული აქვს დიდ ქართველ ღვთისმეტყველს წმინდა ეფრემ მცირეს, რომელიც დიდად დაშვრა გრიგოლ ღვთისმეტყველის შრომათა ქართულად თარგმნით, ექვთიმე ათონელთან და ზოგ სხვა მოღვაწესთან ერთად და მანვე შეფასებაც დაგვიტოვა გრიგოლ ღვთისმეტყველის შრომებისა, თუნდაც სტილური თვალსაზრისით. ეფრემ მცირე ერთი მეორეს უდარებს გრიგოლ ღვთისმეტყველის სტილს, გრიგოლ ღვთისმეტყველის შრომათა სტილს, რაც მას ბერძნულში აქვს, ორიგინალში აქვს, ერთი მხრივ და მეორე მხრივ ამავე შრომების ექვთიმე მთაწმინდელისეული თარგმანის სტილს, მათ შორის სტილური თვალსაზრისით მკაფიო განსხვავებას ხედავს, რომ ექვთიმე ათონელი, რადგანაც პირველ რიგში მკითხველზე იყო მიმართული, მკითხველის დატევნითობას და გონებრივ მონაცემებს ითვალისწინებდა, ყოველთვის იმის მოსურნე იყო, რომ თარგმანი რაც შეიძლება გასაგები ყოფილიყო, ამიტომ თარგმნიდა რა ექვთიმე გრიგოლ ღვთისმეტყველს ამ უკანასკნელის მინიშნებებითა და ირიბით თქმებით დატვირთულ სათქმელს თვითონვე გააცხადებდა თავის თარგმანში, ჩაურთავდა, რაც ჩასართველი იყო, რომ მკაფიო გამხდარიყო ის, რასაც გრიგოლ ღვთისმეტყველი ირიბად ამბობდა და ამით მან ფაქტობრივად მოგცა, ექვთიმე ათონელმა მოგცა არათუ ზედმიწევნითი, არამედ კომენტირებული თარგმანი. ასე შეიძლება შეფასდეს ის თარგმანები, რაც გრიგოლ ღვთისმეტყველისგან ქართულ ენაზე ექვთიმე ათონელმა შეასრულა. როდესაც მცირედი ჟამი გავიდა და ეფრემ მცირეს სხვა დიდმა ქართველმა ღვთისმეტყველებმა ზოგიერთი ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან, სთხოვეს, რომ სიტყვასიტყვით ეთარგმნა ის, რაც ბერძნულში იყო, ეფრემმა ეს მათი დავალება კეთილსინდისიერად შეასრულა
მაგრამ იგრძნო ვალდებულება, რომ განემარტა მკითხველისთვის თუ რატომ თარგმნა მან გრიგოლ ღვთისმეტყველის შრომები ხელმეორედ 6 მეათონელის შემდგომ. აი აქ მოგცა მან მკაფიო დახასიათება ერთი მხრივ 6 მეათონელის საღვთისმეტყველო სტილისა და მეორე მხრივ თვით გრიგოლ ღვთისმეტყველის საღვთისმეტყველო სტილისა, რომელიც მის თარგმანებში, ესე იგი ეფრემის თარგმანებში ზედმიწევნითაა შენარჩუნებული. რომ ეფრემი ამბობს, ჩემი თარგმანები არ გაურიოთ 6 თარგმანებს, იმიტომ რომ ის სხვა სტილის თარგმანებია და ის იყოს ცალკე დადებული როგორც მარადის მაუწყებელი და მარადის გამაცხადებელი 6 ამ ჩვენი დიდი მოძღვრის სიტყვა სივრცელისა, ხოლო ეს ჩემი თარგმანიო, ამბობს ეფრემი, მარადის იმის მაუწყებელი იყოს, თუ როგორი სიტყვა მოკლეობა აქვს გრიგოლ ღვთისმეტყველსო. რადგანაცო მას ახასიათებდაო, მე თანამედროვე სიტყვებით ვამბობ, ესე გრიგოლ ღვთისმეტყველს ახასიათებდაო, ამბობს ეფრემი, ღმრთისმეტყველებით და სიტყვათა მიფარულებაი. აი ეს სამი სიტყვა, ღვთისმეტყველებით და სიტყვათა მიფარულებაი, გახლავთ უზედმიწევნითესი დახასიათება გრიგოლ ღვთისმეტყველის სტილისა, რომ ეს ღვთისმეტყველებითი სიტყვებია, ანუ საღვთისმეტყველო მოძღვრებაა ეს ყოველივე, მაგრამ გამოთქმულია და გადმოცემულია მიფარულად. მიფარულება ახასიათებს მას, არა მკაფიოდ, არა პირდაპირ, არამედ ირიბით თქმით. აი ამგვარად შეაფასა ეფრემ მცირემ გრიგოლ ღვთისმეტყველის შრომები, ამ შრომებზე აღიზარდა თაობები და გრიგოლ ღვთისმეტყველი ჩვენ ადრეს აგვინიშნავ შედის იმ მართლაც უიშვიათეს მოღვაწეთა რიცხვში, რომლებმაც თითქმის ყველა შემდგომდროინდელ საეკლესიო ავტორზე, რომ არაფერი ვთქვათ, ყველა ქრისტიანზე, ვინც კი მისი შრომები წაიკითხა, ამ შემთხვევაში ავტორებით ვშელობთ, რომლებმაც შრომები დაგვიტოვეს, თითქმის ყველა საეკლესიო ავტორზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა, რა თქმა უნდა, კეთილის მყოფელი და ეს ზეგავლენა აბსოლუტურად გამჭვირვალეა. შეუძლებელია ვინმეს, რომელიმე საეკლესიო ავტორს გრიგოლ ღვთისმეტყველის გავლენა ჰქონდეს და ეს გავლენა გრიგოლ ღვთისმეტყველის შრომათა მცოდნეს შეუმჩნეველი დარჩეს. ესე იგი, იმდენად თვითგვამოვანია, ანუ თავისთავადია გრიგოლ ღვთისმეტყველის სამეტყველო ფორმა, რომ სადაც არ უნდა შეხვდეს ვინმესგან გამოყენებული, ესა თუ ის სწავლება, ანუ ესა თუ ის დამოძღვრა, ანდა თვით ფორმაც თუნდაც სათქმელისა, ჩვენ მკაფიოდ გვენიშნება, რომ ეს გრიგოლ ღვთისმეტყველისაა. შეუმცდარობა ამ შემთხვევაში ყველასთვის, ვინც გრიგოლ ღვთისმეტყველის შრომებს იცნობს და ამ კუთხით და ამ თვალით საეკლესიო მწერლობას თუ კი ჩვენ მე-4 საუკუნის შემდგომ გადავხედავთ, როგორც აღნიშნეთ, თითქმის ყველა საეკლესიო ავტორთან, რა თქმა უნდა, არ გულისხმობთ მხოლოდ ბერძნულენოვან ავტორებს, არამედ მთელ მართლმადიდებლობაში, ვინც კი ღირსეული საეკლესიო ავტორი ყოფილა, ყველაზე მკაფიოდაა აღბეჭდილი გრიგოლ ღვთისმეტყველის მოძღვრება და ამ მოძღვრების გამოთქმითი ფორმაც. საქართველოშიც ასე გახლავთ, მათ შორის ალბათ ეს თემა მონოგრაფიულადაცაა დასამუშავებელი, ჩვენ ამაზე არაერთგზის წერილობითი მინიშნებაც ჰქონია და გვითქვამს კიდეც, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველის გავლენა თითქმის ყველა საუკუნეში საქართველოში შესამჩნევია, ჯერ მისი შრომები რომ ითარგმნება, ეს თავისთავად ქმნის საფუძველს ამგვარი გავლენის შესაძლებლობისა, მაგრამ ავტორებიც მკაფიოდ ჩნდება ამ მხრივ, ჩვენ შეგვიძლია მისი გავლენა დავინახოთ თუნდაც ჰაგიოგრაფიულ ძეგლში, როგორიცაა ასურელ მამათა ცხოვრება, გამსჭვალულია მთლიანად გრიგოლ ღვთისმეტყველის სწავლებებით ეს ძეგლი. შეგვიძლია იგივე გავლენა მკაფიოდ შევამჩნიოთ თუნდაც ვეფხისტყაოსანში, იოანე პეტრიცთან, დავით გურამიშვილთან. ვერ ვიტყვით შემდგომ ეპოქაში იყო თუ არა შესაძლებლობა იმისა, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველის შრომების სცოდნოდათ მე-19-20 საუკუნეში, ამიტომ უფრო გვიან პერიოდს აღარ ვეხებით, მაგრამ იმ პერიოდში, იმ საკუთრივ საეკლესიო ეპოქაში, ასე შეიძლება ითქვას, ძალიან პირობითად ვამბობთ ამას, რა თქმა უნდა, ანუ იმ ეპოქაში, როდესაც საეკლესიო ღვთისმეტყველება ჯერ კიდევ საფუძვლიანად, მეტნაკლებად საფუძვლიანად შეისწავლებოდა, რა თქმა უნდა, ამ ღვთისმეტყველების ერთ-ერთი მესაფუძვლე გრიგოლ ღვთისმეტყველი ყველასგან შეითვისებოდა და ყველა ქართველი ავტორის შრომაში მკაფიოდ ვლინდება და წარმოჩნდება. აი ამგვარი ტოტალური გავლენის და ზემოქმედების მქონე მოღვაწე, თავისთავად ნაყოფიერი საეკლესიო ავტორი არ გახლდათ, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ტომები დაწერა მან, ან და რაღაც კომპლექსური და მთლიანობითი, განმარტებითი ეგზეგეტური ხასიათის ძეგლები დაგვიტოვა საღვთო წერილთან დაკავშირებით, როგორც აღნიშნავდით, ძირითადი ბირთვი მისი შრომებისა, ძირითადი ნაწილი ბირთვი მისი შრომებისა, ესაა ჰომილიები, რომლებიც
ყველაზე უფრო წარმატებული შეჯამებით 50-მდე მრგვალდება, 50 სიტყვედან წარმოჩნდება. გარდა ამ სიტყვებისა მისგან მოღწეულია ეპისტოლეები, ზოგი ეპისტოლე ამ 50 სიტყვეთში შედის, მათთან სულიერი მონათესავების გამო, ეპისტოლეები და ლექსები. აი არსებითად ეს სამი ჟანრია, რითაც გრიგოლ ღვთისმეტყველის მემკვიდრეობა იფარგლება და ძირითადი და პირველადი და არსებითი, როგორც უკვე ვთქვით, და ბირთვი ეს გახლავთ ჰომილიები. და მიუხედავად იმისა, რომ აი ასეთი შემოსაზღვრულობა აქვს, ყოფითი გაგებით შემოსაზღვრულობა აქვს მის ლიტერატურულ მოღვაწეობას, მის წერილობით ღვაწლს, ესაა მხოლოდ ფორმალური შემოფარგლულობა, შინაგანად კი თითოეული მისი ჰომილია იმდენის დამტევია, რომ სხვების ურცელეს აღწერილობებს გადაწონის. ამიტომ, რა თქმა უნდა, რაოდენობრივი საზომით ჩვენ ვერ ავითვლით გრიგოლ ღვთისმეტყველის შრომებს, აქ სულიერი სიღრმეა პირველადი და ამ სიღრმით, რასაც ადრე აღნიშნავდით, კვლავაც იმას გავიმეორებთ, გრიგოლ ღვთისმეტყველი გახლავთ პიროვნება, რომელმაც წარუვალი ყოვლის მომცველი, ანუ ტოტალური გავლენა, უაღრესად კეთილისმყოფელი და განმაბრძნობელი გავლენა მოახდინა შემდგომდროინდელ საეკლესიო მწერლობაზე. ჰომილიები თავისთავად გრიგოლ ღვთისმეტყველისა შინაგანად ორ ნაწილადგან იყოფება. ჩვენ ამაზე ძალიან ესე ზერელად ადრეც ჰქონდა საუბარი. ცალკე გამოიყოფა ეგრეთ წოდებული სადღესასწაულო ჰომილიები, ჰეორტოლოგიური ჰომილიები, როგორც მათ ეწოდებათ. უფრო ზუსტი იქნებოდა ქართულად რომ გვეთქვა დღესასწაულთმეტყველებითი ჰომილიები, იმიტომ რომ სადღესასწაულო ისე ჩანს, რომ თითქოს აქ რაღაც საგალობლების ტიპისაა ძეგლი. საერთოდ საეკლესიო ქართულ ლიტურგიკულ ტრადიციაში კრებული, რომელსაც სადღესასწაულო ეწოდება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი კრებულია, ამათვე ცნობილ საეკლესიო დღესასწაულისადმი მიძღვნილი საგალობლების კრებულს წარმოადგენს ძირითადად. აქ დღესასწაულთა განმარტების დანიშნულება აქვს გრიგოლ ღვთისმეტყველთან იმ ჰომილიებს, რომლებიც ცალკე ჯგუფად გამოიყოფა და 16-ია მათი რიცხვი და ბერძნულად, როგორც ვეკითხარით, მათ ეწოდებათ ჰეორტოლოგიური ჰომილიები, ანუ ქართულად დღესასწაულთმეტყველებითი, ან ამავე გაგებით სადღესასწაულო ჰომილიები, სხვაგვარად მათ ეწოდებათ ლიტურგიკული ჰომილიები, იმიტომ რომ ღვთისმსახურების ჟამს აღმოითქვა ეს ჰომილიები და წარმოითქვა გრიგოლ ღვთისმეტყველის მიერ. ანუ ეს ჰომილიები მას თავისი კალმით არ დაუწერია, ის ამბიონიდან ქადაგებდა, როგორც უკვე საუბრობდით ამის შესახებ და მრევლისგან ჩაწერილი იქნა. ჩვენ ისიც კი არ შეგვიძლია ვთქვათ, უფრო ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას შემდეგშიც არ გადაუხედავს ამ ეპისტოლეებისთვის, ჩანაწერისთვის და მხოლოდ მისგან ზეპირად ნამეტყველების ჩაწერილი სახე არის ამ ჰომილიების ის ტექსტი, რაც ჩვენამდე გახლავთ შემონახული. როდესაც ვამბობთ, რომ მას იმ ჩანაწერისთვის არ გადაუხედავს, ამაზე მრცლად შეიძლებოდა საუბარი, ნაწილობრივ ადრეც გვითქვამს, ამგვარი რამ მხოლოდ გრიგოლ ღვთისმეტყველის თავისებურება არ გახლავთ, თითქმის ყველა საეკლესიო მოღვაწე, რომელიც პირველ რიგში მქადაგებელი იყო მრევლის წინაშე, თავის ქადაგებების ლიტერატურულ დამუშავებას ვერასოდეს ვერ ასწრებდა. ეს იმდენად შრომატევადი პროცესი იყო, რომ ამისთვის მოცლა მათთვის, რა თქმა უნდა, უაღრესად საძნელო აღმოჩნდებოდა. და დამადასტურებელი, რომ ისინი ვერ გადახედავდნენ მისგან ზეპირად წარმოთქმულთა სხვათა მიერ ჩაწერილ ტექსტებს და დასტურდება ზოგიერთი ლაფსუსით, რაც ჩვენ ამ შემთხვევაში ძალიან დადებით მოვლენად გვესახება იმ კუთხით, რომ ისინიც ჩვენებ ხორციელი ადამიანები იყვნენ, უფრო სიახლოვეს ახლობლობას გვაგრძნობინებს მათთან, აქ არ არის რაღაც მანქანური და გვარად მექანიკურად მოწესრიგებული პროცესი, სადაც თითქოს აბსოლუტური შეუმცდარობა იყოს სახეზე. აბსოლუტური შეუმცდარობა მხოლოდ შინაარსობრივია და მოძღვრებითია და დოგმატურია, იმიტომ რომ ისინი ღვთივგანბრძნობილნი არიან და ეყრდნობიან საღვთო წერილს, მაგრამ ფორმობრივი თვალსაზრისით წმინდა მარკოზ ეფესელის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, ისინიც ხორცში მყოფი ადამიანები იყვნენ და რაღაც ლაფსუსი ყოველთვის ყველასთან არის შესაძლებელი. ჩვენ მქონდა საუბარი იმაზე, სრული უცდომელობით ეკლესიური მოძღვრება რას აღიარებს, სრული უცდომელობის მქონეთ, რომ პირველ რიგში საღვთო წერილი შინაარსობრივადაც და ფორმობრივადაც თვით წერტილის დონეზეც კი ასე შეიძლება ითქვას აბსოლუტურად უცდომელი, საეკლესიო ლიტურგიკა აბსოლუტურად უცდომელი და მსოფლიო კრებები და ის ადგილობრივი კრებები და ის დოგმატური სწავლებები ეკლესიის მამებისა, რომლებიც მსოფლიო კრებებმა დააკანონეს, ასევე აბსოლუტურად შეუმცდარნი.
ეკლესიის მოძღვარნიც, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად შეუმცდარნი არიან მოძღვრებაში, მაგრამ ფორმალური მხარე ლაფსუსს იტევს და ჩვენ ამაზე საუბარი ქონდა ძველთაგანვე. ზოგიერთი რამ გამოთქმისეული ლაფსუსი შემჩნეული იყო, მაგრამ იმდენად დიდი იყო ავტორიტეტი ხსენებული მოღვაწეებისა, რომ გვიანდელი ღვთისმეტყველნი, ასევე დიდად დაწინაურებულნი ვერ კადნიერდებოდნენ, რომ შეეცვალათ ისინი. ჩვენ არსენი ყალთველთან დაკავშირებითაც აღნიშნავთ, რომელმაც თარგმნა ერთ-ერთი დიდი ღვთისმეტყველის შრომა, სადაც გარკვეული ფაქტი საღვთო წერილთან დაკავშირებით თლად ზედმიწევნითი არ იყო. და არსენი აშიაზე აკეთებს ასეთ შენიშვნას, რომ მითხრელმა არ იფიქროსო, თითქოს მე წერილი არ ვიცოდიო, მაგრამ ასე იყო დედანშიო და მეც ასე ვთარგმნი არ შემიცვლიაო. გრიგოლ ღვთისმეტყველის ერთ-ერთ ჰომილიაში შეიძლება ეს გადამწერსაც მივაკუთვნოთ, ძნელი სათქმელია ახლა როგორ მოხდა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ წერილობით ტექსტში სახეზეა ერთ შემთხვევაში ელისესთან დაკავშირებული მოვლენის აღრევა ელია წინასწარმეტყველთან დაკავშირებულ მოვლენასთან. ეს ფაქტი შემჩნეულია მე-10 საუკუნის კომენტატორის მიერ, რომელიც მიუთითებს ამ მოვლენაზე და თუმცა ვერ აკონკრეტებს თუ საიდან უნდა მომდინარეობდეს ეს ფორმობრივი მცდარობა ლაფსუსი, მაგრამ ადასტურებს, რომ ის სახეზეა. და რა თქმა უნდა, ამგვარი ლაფსუსები სრულიად შეუძლებელია გაპარულიყო ტექსტში ხსენებულ მოღვაწეებს, იქნება ეს გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბასილი დიდი, იოანე დამასკელი თუ სხვა, მათი ჰომილიებისთვის, რომ შემდეგ წიგნობრული და სერიოზული და დინჯი სახით გადაეხედათ. მათ ამის დრო არ ქონდათ, რა თქმა უნდა, და ზეპირად, როდესაც რაღაც უაღრესად აუმნიშვნელო, მაგრამ მაინც ლაფსუსი წარმოითქმოდა, ის მათგან შემდეგში შეუმჩნეველი ხრჩებოდა, რადგანაც ისინი იმ საკუთარ ნაწერებს აღარ გადახედავდნენ. ჩვენ მეტი შეგვიძლია ვთქვათ, რომ უდიდესწილად მთარგმნელებიც კი საკუთარ თარგმანის ხელმეორე გადახედვას ვერ ასწრებდნენ. თუნდაც იგივე წმინდა ეფრემ მცირესთან დაკავშირებით, სხვა მთარგმნელებთან ამის მრავალი დამადასტურებელია, ამაზე ამჯერად ვერ შევჩერდებით, უბრალოდ აღნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ ამგვარი ლაფსუსები კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, ძალიან გვაახლოებს მათთან, რადგანაც ჩვენებრ ხორციელ მოღვაწეებად რეალურად აღვიქვამთ უკვე მათ და არა რაღაც სტერეოტიპულ მონაცემებად, რომლებიც ყოველგვარ კაცობრივს ყოვლითურთ გაშორებულნი არიან. სახელმძღვანელო ყოველთვის უნდა იყოს ჩვენთვის მართლმადიდებლური ხედვა, რაც წმინდა მარკოზ ეფესელმა ჩამოაყალიბა, რომ როგორც კაცი შეიძლებოდა რაღაც ლაფსუსის დონეზე უაღრესად უმნიშვნელო რაღაც საკითხთან დაკავშირებით შემცდარიყო, თუნდაც ბასილი დიდიც კი, გრიგოლ ღვთისმეტყველიც კი, გრიგოლ დიდი ხრომთაპაპიც კი, როგორც თვითონ მიასახელებს და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ეს ფაქტი მხოლოდ იმიტომ მოვიხმეთ, რომ დაგვესაბუთებინა ლიტერატურული პროცესის რაგვარობა, როგორი იყო ძველ ეპოქაში, რომ ავტორი, რომელიც ჩვენ ამ შემთხვევაში ვთქვათ გრიგოლ ღვთისმეტყველად ვიცით, აი ეს ცნება ავტორი არ იტევდა ლიტერატურული ძეგლის ხსენებული ავტორისგან წიგნობრულ დამუშავებას. ასეთ დამუშავებას ეს პირები ვერ ასწრებდნენ, უდიდესწილად ისინი მხოლოდ ქადაგებდნენ, სხვანი იწერდნენ, ხოლო ეს ქადაგებანი შემდეგში მათგან გადახედული არ იყო. ასეთ იყო ლიტერატურული პროცესი ძველად, ამგვარ მოღვაწეთა განსაკუთრებული მოუცლელობის გამო მათ უდიდესი მრევლი ჰყავდათ საპატრონო, ღვთიური ჭეშმარიტების მარადის გამომეძიებელნი იყვნენ და სადაც იქადაგებდნენ და სხვადასხვა ადგილას არაიშვიათად უკადაგიათ მათ, ყველგან მათგან ჩანაწერის გაკონტროლება მათ მიერვე შეუძლებელი მოვლენა გახდათ. მაგრამ ამას ამ შემთხვევაში აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ კვლავ იმას უბრუნდებით იმ ძირითად სადგმას, რაც გვინდოდა რომ შემდეგ უფრო ცლად წარმოგვეჩინა, თუ როგორი წესით ღვთისმეტყველებდა გრიგოლი, რომ იგი ღვთისმეტყველებდა კვლავ აღნიშნავთ პირველ რიგში ხედვითი წესით, რომ ხედავდა უშუალოდ იმ ზეციურ უაღმატებულ ეს ჭეშმარიტებას, რის შესახებაც აუცილებელი იყო ჰომილიის წარმოთქვა, თქვათ შობის საიდუმლო, შობის საიდუმლოს უღრმეს შინაარს ის ზეციური და ღვთივგანბრძნობილი თვალით ჭვრეტდა, ანდა განცხადების ანუ ნათლისღების საიდუმლოს, რაზეც მას ასევე ჰომილია აქვს და თან ორი ჰომილია. გრიგოლ ღვთისმეტყველი ის პიროვნება გახლავთ, ამას შემდეგ უფრო ცლად ვიტყვით, რომელმაც ურყევად დაასაბუთა 6 იანვრის განსაკუთრებული მადლმოსილება, გამომხსნელობითი, ანუ სოტერიოლოგიური მადლმოსილება კაცობრიობის წინაშე, მთელი საეკლესიო ღვთისმეტყველება გვასწავლის, რომ ამ დღეს ისევე როგორც მსგავსად იმისა, როგორც პასექის ჟამს, მაცხოვარმა აღასრულა კიდეც ძველი და იმ წამსვე დააწესა, შეასრულა და დააწესა ახალი უდიადესი. თუ პასექის ჟამს ეს იყო, რომ მიიღო ძველი პასექი და დააწესა ახალი პასექი, ზიარება, გამომხსნელობითი საიდუმლო, ასევე მიიღო რა ძველი
ამ შემთხვევაში იოანესეული ნათლობა, რომელიც არ უიგივდებოდა, რა თქმა უნდა, იუდეველურს უფრო აღმატებული სახეობა იყო, მაგრამ მაინც ძველი ნათლობა იყო და არა ახალი აღთქმისეული, მიიღო რა მაცხოვარმა ეს, მყისვე აღასრულა და დააწესა მთელი კაცობრიობისთვის აღასრულა და მთელი კაცობრიობისთვის დააწესა ახალი აღთქმისეული გამომხსნელობითი საიდუმლო ნათლისღებისა. ნათლისღებასთან ერთად ასევე აღდგომის საიდუმლოს ჭვრეტდა და მაშინვე ქადაგებდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, თუნდაც მოღვაწეებთან დაკავშირებით ათანასე ალექსანდრიელის შესახებ უდიდესი მნიშვნელობის ჰომილიას წარმოთქვამდა რა, ამ პიროვნების სულიერ სახეს მყისვეს ჭვრეტდა, მის ღვაწლს სიღრმისეულად სულიერი გრძნობით განიცდიდა და მსმენელს დაუყოვნებლივ ირიბი წესით, რამდენადაც ამას სათქმელი მატერიალური გარსი იტევდა, ირიბი წესით გამოთქვამდა კიდეც. აი ეს იყო დამახასიათებელი ნიშანი გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილეტიკური მოღვაწეობისა, ამითა ის განსაკუთრებით გამორჩეული, რაც რა თქმა უნდა შემდგომ გაშლასა და განმარტებას საჭიროებს ჩვენგან, თუმცა ამაზე შემდგომ საუბარში გვექნება მსჯელობა. ამჯერად ამით დავაბოლოებთ, გმადლობთ ყურადღებისათვის.